მიუხედავად მედიის ხმამაღალი განცხადებებისა იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, პირიქით, სულ უფრო მეტი ნიშანია იმისა, რომ დონალდ ტრამპი ემზადება ირანის წინააღმდეგ ომის განახლებისთვის. კერძოდ დღეს 23 მაისს დონალდ ტრამპმა კი გამოტოვა საკუთარი შვილის ქორწილი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების გამო. მაგრამ მთავარი ნიშანი ესეც კი არ არის. დონალდ ტრამპმა წინადრეს საგანგებო თადბირი მოიწვია თავისი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების გუნდთან ერთად. და ეს თადბირი სწორედ ირანთან ომს მიეძღვნა. და ის სააგენტო აქსიოს ამტკიცებს, რომ თეთრ სახლში მაინც ემზადებიან ირანზე მასშტაბური შეტევისათვის. გარდა ამისა, ამჟამად ვაშინგტონში ზუსტად იგივე მოვლენები ხდება, რაც შეერთებული შტატების ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე 28 თებერვალს შეინიშნებოდა. შედეგად თვითონ დონალდ ტრამპმაც კი დღეს წამოსცა, რომ კვირისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოხდება. მე მქვია ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობელი ვიქნები, რადგან ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, წინა დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ მოიწვია თათბირი თავისი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსანი თანამშრომლების გუნდთან, რომელიც ირანთან ომს მიეძღვნა. წყაროების თქმით, ტრამპი სერიოზულად განიხილავს ირანზე ახალი დართმების შესაძლებლობას. თუ ბოლო მომენტში მოლაპარაკებებში გარღვევა არ მოხდება. ტრამპის შეხვედრა გუნდთან სწორედ იმ დროს გაიმართა, როდესაც პაკისტანის არმიის მეთაური ფელდმარშალი ასიმ მუნირი გაემგზავრა თეირანში. თუმცა აშკარაა, რომ ეს იყო ბოლო მცდელობა დიალოგის დამყარებისა და ომის განახლების თავიდან ასაცილებლად. აქ აღნიშნავ, რომ ასიმ მუნირი როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ირანში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ფავორიტია. ეს ნამდვილად ის შუამავალია, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ერთნაირად ურთიერთოს როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან. და აი პარასკევს თეირანში ასევე ჩავიდა დელეგაცია კატარიდან, რათა მხარი დაუჭიროს შუამავლობის ძალისხმევას. უკვე შაბათს მუნირი შეხვდა გენერალ აჰმად ვაჰიდის. ეს არის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სარდალი და ირანში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მაგრამ ირანელები თავის პოზიციაზე დგანან და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. ასიმ მუნირზე კი კიდევ დავბრუნდებით. აი აქ არის მთავარი ინტრიგა. რამდენიმე საათის შემდეგ, პარასკევის შეხვედრის შემდეგ, როდესაც ტრამპი თავის გუნდთან ერთად იყო, თეთრმა სახლმა მოულოდნელად გამოაცხადა დონალდ ტრამპის შაბათ-კვირის განრიგის ცვლილების შესახებ. მაგალითად, ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაესწრება თავისი შვილის დონალდ ჯუნიორის ქორწილს ამ შაბათ-კვირას. შემდეგ ტრამპის ციტატას მოვიყვან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩემი შვილის დონალდ ჯუნიორის და ტრამპის ოჯახის ახალი წევრის, მისი მომავალი ცოლის ბეტინას გვერდით ყოფილიყავი, გარემოებები, რომლებიც მთავრობის საქმეებს და ჩემს სიყვარულს აშშ-ს მიმართ უკავშირდება, ამის საშუალებას არ მაძლევს. ფიქრობ, მნიშვნელოვანია ვაშინგტონში თეთრ სახლში დარჩე ამ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში. აი ამ ფონზე წყაროები იუწყებიან, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტრამპი სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებული რჩებოდა ირანთან მოლაპარაკებებით. სამშაბათს მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ სურს დიპლომატიას კიდევ ერთი შანსი მისცეს. მაგრამ უკვე ხუთშაბათის საღამოსთვის პირიქით, ის უფრო მეტად იყო მიდრეკილი იმისკენ, რომ ბრძანება გაეცა დართმის განხორციელებაზე. თეთრ სახლში მიანიშნებენ, რომ ტრამპი აცნობიერებს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომ მან დაუშვა გადამწყვეტი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა, რის შემდეგაც შეიძლებოდა გამოეცხადებინა გამარჯვება და დაესრულებინა ომი. დიახ, კარგი, ყველაფერს ვერ მივახციეთ, მაგრამ თითქოს რაღაც კარგ ნოტაზე დავასრულეთ. ამ მხრივ შაბათს პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა თავის მოლაპარაკებლებთან, სტივ ვიტკოვთან და ჯარედ კუშნერთან, რათა განეხილათ ირანის ბოლო წინადადება. და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით კვირისთვის მიიღებს გადაწყვეტილებას ომის განახლების შესახებ. საერთოდ ტრამპმა განაცხადა, რომ შანსები მომგებიანი შეთანხმების დადებაზე ან იმაზე, რომ ციტატა ის მათ მთლიანად გაანადგურებს, დღეს ზუსტად არის 50-50-ზე. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. თეირანში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება ომის დასრულების საკითხზეა გამახვილებული და სხვა საკითხები არ განიხილება მანამ, სანამ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული. ანუ ირანელები ამბობენ, რომ ჯერ ომი უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები.
რა თქმა უნდა, ირანელებს წლებია ვიცნოთ. მაგრამ მნიშვნელოვანი ასევე გვახსოვდეს, რომ ტრამპი ბოლო 6 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ახლოს ომის განახლებასთან. სანამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ გაეკეთებინა ეს. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ომისთვის მზადყოფნაც ირანზე ზეწოლის მცდელობა. ამიტომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში არსებობს გარღვევის შესაძლებლობა. თუ თეირანი, დაიჯერებს, რომ ტრამპის განზრახვები რეალურია. თუმცა აქსიოსი იუწყება, რომ ტრამპი როგორც ჩანს მაინც სამხედრო მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი, თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე მოულოდნელი არ მოხდება. და აი ნიშნები, რომლებიც ახალი ომის ფაზის მოახლოებას ამტკიცებს. პაკისტანელი ფელდმარშალი ასი მუნირი, რომელიც უკვე ვახსენეთ, თქვი რომ მასთან კიდევ დავბრუნდებოდით, დღეს თეირანის შეთანხმების გარეშე დატოვა. მაგრამ პაკისტანმა განაცხადა, ციტატა, იმედის მომცემი პროგრესი საბოლოო ურთიერთგაგების მიღწევის მიმართულებით. და აქ თავარი სიტყვა ურთიერთგაგება. აქ უნდა გავიგოთ, რაზე საუბრობს საერთოდ პაკისტანი. პაკისტანელი მოლაპარაკებების მონაწილეების ინფორმაციით, ირანი და შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე არიან, რომელიც დაასრულებს ომს, მაგრამ საერთოდ არც ერთ სადაო საკითხს არ გადაწყვეტს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე შეეხება ჰორმუზის სრუტის მუშაობის ეტაპობრივ აღდგენას, ამერიკული ბლოკადის მოხსნას და გაყინული ირანული აქტივების გამბლოკვას. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება დეტალურ შეთანხმებაზე უშუალო მოლაპარაკებების პერიოდი, რომელიც 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება. ანუ ტრამპს შეუძლია დაასრულოს ომი, მოხსნას ბლოკადა, დაიწყოს ირანული აქტივების გამბლოკვა, რაც ნიშნავს, რომ ის დაკარგავს მთავარ ზეწოლის ბერკეტს, რათა შემდეგ კვლავ აწარმოოს მოლაპარაკებები, რომლებიც არაფერს გამოიწვევს. მაგრამ რა აზრი აქვს ამას? ეხლა შესაძლებელია ირანზე ზეწოლა სწორედ ბლოკადით, სანქციებით, დაყინული აქტივებით, ომის განახლების მუქარით და ასე შემდეგ. თუ გაფორმდება ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი და ომი შეწყდება, რა ბერკეტები დარჩება ტრამპს ზეწოლისთვის? ფაქტობრივად არც ერთი. იცით, ტრამპი შეიძლება სკანდალური და ოდიოზური იყოს, მაგრამ არ ფიქრობ, რომ სულელია. დღეს მან განაცხადა, რომ დათანხმდება მხოლოდ იმ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურანის გამდიდრება და ირანის არსებული მარაგების ბედი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საკითხები დეტალურად გადაწყდეს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ირანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ახლა ჩვენი ამოცანაა ომის დასრულება და ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში ეს საკითხებიც კი არ შედის. შედეგად ტრამპმა განაცხადა, ციტატა, ფიქრობ ორი რამიდან ერთ-ერთი მოხდება. ან მათ უფრო ძლიერად დავარტყამვიდრეოდესმე, ან ხელს მოვაწერთ მომგებიან შეთანხმებას. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც იწმითიტებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ სხვადასხვა ვარიანტია. აირჩიეთ ნებისმიერი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია. ან ისარგებლეთ თქვენს ეკრანებზე გამოსახული QR კოდით. ეს ყველაზე მარტივი გზაა ამ არხის მუშაობის მხარდასაჭერად. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.